დენი ვილნიოვის 2015 წლის ფილმი სიკარიო თრილერისთვის დამახასიათებელი კადრებით იხსნება. მაყურებელი თავიდანვე ოპერაციაზე მიმავალ შეიარაღებულ სამართალდამცავებს ხედავს, რომლების დანიშნულების ადგილზე მისვლისას კრიმინალების ერთგვარ შტაბს აღმოაჩენენ. აქ მაყურებლის როლში რთული არაა მოტყუდა და წინასწარ შეგექმნას მცდარი აზრი, რომლის თანახმადაც სიკარიო ერთი ჩვეულებრივი თრილერია, სადაც კეთილს და ბოროტს შორის საზღვრები მკაფიოდ გამიჯნულია, ემილი ბლანტის პერსონაჟი ყველაფრის შემძლე აგენტია, ხოლო ბოროტმოქმედები დასასრულს დაისჯებიან. თუმცა მაყურებელი, რომელსაც დენი ვილნიოვის გატაცებულნი მტერი ან რომელიმე სხვა ნამუშევარი აქვს ნანახი, თავიდანვე ხვდება, რომ საქმე კლიშეებით გაჯერებულ ფილმთან არ უნდა ჰქონდეს და ამაში სიუჟეტის განვითარების პარალელურად რწმუნდება. ფილმის მთავარი პერსონაჟი კეითია, ეს თავიდანვე ცხადია. დასაწყისშივე შუქის სხივი, რომელიც მას ეცემა, მის პროტაგონისტულ ბუნებაზე მიანიშნებს. შუქს და ფერებს ვილნიოვი ფილმის აზრის გადმოსაცემად აქტიურად იყენებს, თუმცა ამ თემას ოდნავ მოგვიანებით მივუბრუნდებით. კეითი FBI-ის აგენტია, თუმცა მას CIA უფრო ფართომასშტაბიან ოპერაციებში ჩართვას თავაზობს. კეითი ამ წინადადებას თანხმდება და ამიტომ მაყურებელი მისგან მნიშვნელოვანი როლის შესრულებას ელოდება. ეჭვი მისი როლის მნიშვნელობაზე მექსიკურ ქალაქ ხუარეში ნარკომოვაჭრის დაკავების ოპერაციამდე ჩდება. გაუგებარია თუ რას აკეთებს კეითი აქ შეკრებილ, როგორც ჩანს, არაერთ მსგავს ოპერაციაში გამოცდილ მამაკაცს შორის. აქ მას არათუ აზრს ეკითხებიან, არამედ ვერც კი ამჩნევენ. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ინგლისელმა სცენარისტმაანგუს მაკფეილმა კინოში ტერმინი მაკგაფინი დაამკვიდრა, რომლის პოპულარიზებასაც მაკფეილთან ერთად არაერთ ფილმზე მომუშავე ალფრედ ჰიჩკოკმა შეუწყო ხელი. მაკგაფინი, რომელიც ამბის, საგნის, ამდღილმდებარეობის ან პერსონაჟის სახით შეიძლება გვევლინებოდეს, იმ მოტივატორს წარმოადგენს, რომელიც სიუჟეტის განვითარებისთვის აუცილებელი, მაგრამ ამავდროულად შინაარსობრივად საბოლოო ჯამში უმნიშვნელოა. მთლიანად ფილმისთვის ემილი ბლანტის პერსონაჟი შესაძლოა არ წარმოადგენდეს მაკგაფინს. ის უფრო საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც მაყურებელი სიკარიოს რთულ და დამთრგუნვალ სამყაროში ეშვება. თუმცა ის ნამდვილად მაკგაფინია CIA-ის და სხვა სახელმწიფო სააგენტოების ხელში. მისი უშუალოდ ოპერაციებში მონაწილეობა მნიშვნელოვანი არაა, მაგრამ როგორც ფილმის დასასრულს ირკვევა, მათ ჩასატარებლად ფორმალურად აუცილებელი. სიკარიოს თავარი თემა კეთილი და ბოროტის, უფრო სწორედ ამ ორს შორის ზღვარის პონის ძელობას წარმოადგენს. თუ თავიდან ბოროტის სქელი კედლების მიღმა იმალება, ანუ იქ სადაც მას როგორც წესი ეძებენ ხოლმე, ფილმის განვითარებასთან ერთად მისი გარჩევა სულ უფრო რთული ხდება. მაგალითად, ფილმის დასასრულს ბოროტების ერთ-ერთი სიმბოლო, მექსიკური კარტელის ლიდერი ფაუსტო, რომელმაც ბენისიო დელ ტოროს პერსონაჟს ოჯახი დაუხოცა, ეზოში ყოველგვარი კედლების გარეშე სადილობს. ანუ იმყოფება გარემოში, რომელშიც როგორც წესი ბოროტს არ ეძებენ. ამ სცენაზე საუბრისას ისიც უნდა ითქვას, რომ ბოროტის და კეთილის როლებიც პირობითია. თუ თავიდან ბოროტი მხოლოდ ფაუსტოა, მოგვიანებით მის როლს დელ ტოროს პერსონაჟი ალეხანდრო ირგებს, რადგანაც უდანაშაულო ბავშვების დახოცვით ის თავად იქცევა სიკარიოდ. აქ ალეხანდრო შავ სამოსშია გამოწყობილი და თუ ფილმის დასაწყისში ის სცენებში მეტწილად ბეჟ, ნეიტრალურ ფერებში ჩნდება, ფილმის დასასრულს მისი მეტამორფოზა დასრულებულია და შავი ფერის მეშვეობით აღინიშნება. ბეჟი ფილმის ფერების პალიტრაში დომინანტი ფერია და კეთილს და ბოროტს შორის, ისევე როგორც აშშ-ს და მექსიკას შორის პრაქტიკულად არარსებული საზღვრების სიმბოლოა. თუმცა დაუბრუნდეთ პერსონაჟებს. აშკარა ცენტრალური გმირების გარდა, იქნება ეს ემილი ბლანტის, ბენისიო დელ ტოროს თუ ჯოშ ბროლინის პერსონაჟები, ფილმში არაერთხელ ხვდებით სილვიოს პერსონაჟს. თავიდან მისი ვინაობა გაურკვეველია. ისევ და ისევ თრილერების კლიშეებს შეჩვეულმა მაყურებელმა მასზე ფიქრისას შეიძლება ისიც კი იფიქროს, რომ სილვიო ნარკოკარტელების სამყაროში მნიშვნელოვანი პერსონაა, მაგრამ დასასრულს ხედავს, რომ საქმე სხვაგვარადაა. სილვიო ერთი ჩვეულებრივი კორუმპირებული პოლიციელია, რომელიც სხვა ფილმების მსგავსად სისხლიან დაპირისპირებაში უმნიშვნელო როლს თამაშობს და ამ ბრძოლას ეწირება, მაგრამ სხვა ფილმებისგან განსხვავებით, მისი სიკვდილი მაყურებელში ემოციას იწვევს. ვილნიოვს შეეძლო სილვიოს ისტორია არ გაეშალა, მაგრამ ასე რომ მოქცეულიყო, ვფიქრობ ფილმის გზავნილი, განსხვავებული და ნაკლებად საინტერესო იქნებოდა. საქმე ისაა, რომ სილვიოს და მისი ოჯახის თუნდაც ეპიზოდური ჩვენებით ვილნიოვი მათ ნარკოკარტელების როგორც ტრაგედიის ნამდვილ მსხვერპლებს და პერსონაჟებს გვაცნობს. ნარკოკარტელების პრობლემა ახალი არაა, ის აწვეულები არსებობს და არაერთი თაობა შეიწირა. პრობლემა იმდანად კომპლექსურია, რომ ხშირად ის, რაც ერთი შეხედვით მასთან ბრძოლის წარმატება შეიძლება ჩაითვალოს, მოგვიანებით საპირისპირო შედეგის მომტანია.
მაგალითისათვის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნარკობარონის, პაბლო ესკობარის მედელინის კარტელის ლიდერის ნეიტრალიზაციამ თავის დროზე ბევრს დააჯერა, რომ ამით ნარკოტრაფიკინგს დიდი ზიანი მიადგა, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა. ესკობარზე ყურადღების გადატანამ სხვა ნარკოკარტელები გააძლიერა და სამხრეთ ამერიკაში ბიზნესი კიდევ უფრო განავითარა. ამიტომ ირონიულია, რომ სიკარიოში ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ მებრძოლ ჯოშ ბროლინის პერსონაჟს იმ დროის დაბრუნება სურს, როდესაც კონცენტრაცია მედელინის კარტელზე შეიძლებოდა. Medellin refers to a time when one group controlled every aspect of the drug trade, providing a measure of order that we could control. And until somebody finds a way to convince 20% of the population to stop snorting and smoking that shit, order's the best we can hope for. ფილმში ბავშვებს არაერთხელ ახსენებენ, მაგალითად დელ ტოროს პერსონაჟის და მისი კოლეგის შემთხვევაში. ამით ვილნიოვს იმის თქმა სურს, რომ ნარკოკარტელებთან დაკავშირებული პრობლემა მომავალშიც გაგრძელდება. ამიტომ ფილმს საკმაოდ პესიმისტური, მაგრამ ამავდროულად რეალისტური დასასრული აქვს. აქ ბავშვები სტადიონზე ფეხბურთს თამაშობენ. ისინი ჯერ პატარები არიან, მათი სამყარო შედარებით მარტივია. აქშენიანები მწვანე მაისურებში არიან, მოწინააღმდეგეები კი ყვითლებში. ერთის მეორესგან გარჩევა რთული არაა, მაგრამ მომავალი, რომელზეც ეს ბავშვები განწირულნი არიან და ამას გასროლის ხმები მოასწავებენ, ბევრად რთული და მძიმე გასარჩევია.